ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. დოკუმენტში წერია, რომ შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართული ოცნების მიმდინარე სასტიკ გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და იღებს დამატებით ზომებს, რომლის საფუძველზეც იკრძალება ვიზების გაცემა იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი. ქართულმა ოცნებამ უარი თქვა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ ვალდებული ვართ უზრუნველყოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, დაექვემდებარებიან სავიზო შეზღუდვას. ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს დამატებით ზომებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრეს საქართველოს დემოკრატიას. საქართველოს ხალხთან ერთად ჩვენ გსურს ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც მყარად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე გადაწყვეტილებას და იმატება ადრე გამოცხადებულ ზომებს, რომლებიც შეეხო ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებს.